თვითონ ეს თემა ახალი რომ არ არის, კომენტები შედიან მესამე ჯგუფი. ეს განთავსებული არის და ნებისმიერ სურვილს შეუძლია ახალი ბრძანების შემოხებისთანავე მიმდინარეობა დაგვანახა, რომ ჯერ კიდევ ჩვენი ექიმები ორი მთავარი პრობლემა ისახება ამ ეტაპზე. პირველი გახლავთ ისევ და ისევ მოსახლეობის მხრიდან დარჩენილი შეკითხვები და პირველ რიგში როგორც პაციენტის საინფორმაციო ფურცლით, ასევე ამოქმედებული წამლის საძიებლის პორტალით, ასევე საინფორმაციო მასალით, რომელიც ურიგდება ჩვენს კოლეგებს სამედიცინო და სააფთიაქო ქსელში, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მივიდეს მოსახლეობამდე. ბევრი კითხვა გაჩნდა რეცეპტურით დაქვემდებარებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ყველაზე ფართოდ მოხმარებული მედიკამენტები, რომელიც შეიძლება ყველაზე მტკივნეული იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის, რჩება ურეცეპტოდ გასაცემ სიაში და შესაბამისად, როგორც პორტალი, ასევე გაზეთების საშუალებით დაბეჭდილი ინფორმაცია გასცემს სწორედ ამ კითხვებს პასუხს და ის თქვათ შიში ყველაზე ხშირად მოხმარებულ მედიკამენტების ხილმისაწვდომასთან დაკავშირებით მოიხსნება მოსახლეობაში. მეორე, რა თქმა უნდა, გახლავთ პირველ ეტაპზე, გარდამავალ ეტაპზე, შედარებით მაღალი მიმართვიანობა სამედიცინო ქსელის კუთხით და ასევე კითხვები რამდენად გააძვირებს რეცეპტურის სისტემის ამოქმედება არსებულ მომსახურებას. დაგარწმუნებთ, რომ რეცეპტი არის ერთ-ერთი სამედიცინო დოკუმენტაციის ნაწილი და შესაბამისად, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე მიზნობრივი სამედიცინო დაზღვევების ფარგლებში ექვემდებარება იგივე ადმინისტრირებას, რაც სხვა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და ფინანსური დამატებითი ბარიერი რეცეპტის ამოქმედებას არ უნდა ახდას. მე ცალსახად შემიძლია მოგახსენოთ, როგორც ჩვენი სამსახურის, ესევე სადაზღვევო კომპანიებისა და მათ მფლობელობაში მყოფი სამედიცინო ქსელების მოსაზრება. აღნიშნულის შესახებ ისინი დროულად იყვნენ გაფრთხილებულები, პრაქტიკულად ჩართულები იყვნენ იმ განხილვის გრძელვადიან პროცესში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოა. მათი მოსაზრება არის ცალსახად დადებითი, სარეცეპტო სისტემაზე გადასვლა მოაწესრიგებს როგორც სამედიცინო ხარისხის ამაღლებას მოსახლეობაში, ასევე სადაზღვევოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ხარჯეფექტურობის ნაწილს სამედიცინო მკურნალობების დროს. ასე რომ, როგორც სამედიცინო ქსელების, ასევე სადაზღვევო კომპანიების მოსაზრება არის ცალსახად დადებითი.